მოგესალმებით, მე ვარ თოფერ, ხოლმესტომის თავარი ადმინი. მოცემულ ვიდეოში კი მე თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა დავაყენოთ Windows 8 Start Screen. შესაძლოა ვიდეო გაკვეთილი ცოტათი ხანგრძლივი გამოგვივიდეს, რადგანაც სულ წარმოგიდგენთ ორ ხერხს მოცემულ ვიდეოში. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში, დაგჭირდება პროგრამა, რომელსაც მე აუცილებლად მოვაყოლებ ამ ვიდეოს გადმოწერას. ეს არის პირველი ხერხის განსახორციელებლად. მაგრამ სანამ ამ პროგრამას გამოვაყენებდეთ, მანამდე შემოგთავაზებთ ერთ მარტივ ხერხს, რომელიც არნაირი პროგრამის საშუალებით არ ხორციელდება. მივიტანოთ მარჯვენა ტასკბარზე მაუსის ხილაკი, დავაჭიროთ setting და შემდეგ change PS setting. როგორც ხედავთ, გადაგვიყვანა personalize, შემდეგ გადავიდეთ start screen-ში და აქედან როგორც ხედავთ, ეს არის ისეთი screen-ები, რომელიც თვითონ მოყვა ჩვენს Windows. ასე რომ, თუ თქვენ აქედან რომელიმე მოგწონთ, შეგიძლიათ დააყენოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. ასევე ახლა კი ეს ავტომატურად ინახება, არანაირი save არ ჭირდება, როგორც ხედავთ, აყენებულია უკვე. ასევე შეგვიძლია, ეს იყო პირველი ხერხი, რომელიც ძალიან მარტივია, მაგრამ ასე ვთქვათ, აქ შეზღუდული რაოდენობის სკრინებია და შესაბამისად შესაძლოა ჩვენს გემოვნებაში როგორი არ ჩაიწყდეს. მაგრამ თუ ამ შემთხვევაში თუ თქვენს გემოვნებაში არ ჩაიწყდა მოცემული სკრინები, მეორე ხერხი გამოგადგება თქვენ. როგორც აღვნიშნე, გვჭირდებოდა პროგრამა დეკორვა, რომელიც აღვნიშნე, ასევე აუცილებლად მოყვება ამ ვიდეოს გადმოწერას. იმად გასაგონად, რომლებიც ვიდეოს უყურებთ My Videos-ზე YouTube-ზე, გამოდით ჩვენ საიტზე ხოლმესტომზე, მითითებული ლინკზე, რომელიც მასაც აღწერაში არის დადებული და ნახავთ მოცემულ სიახლეს. ახლა გადავიდეთ უშუალო ინსტალირებაზე, next და რომელსაც ძალიან ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას ძალიან ცოტა ადგილი სჭირდება, დაახლოებით 7000-მდე კილობაიტი. თუ არ ვწდები, ეს ყოფილა. დავაცადოთ და უკვე დავაინსტალირეთ, როგორც ხედავთ, უკვე დავაინსტალირეთ. ახლა კიდევ ერთი ძალიან ცუდი რამ აქვს ამას მოცემული პროგრამის გამოყენება მხოლოდ შეგვიძლია 30 დღის განმავლობაში. დავაჭიროთ Evolve Modern Mix for 30 დღის განმავლობაში მოცემული პროგრამა და მივდიდოთ ჩვენი email-ი, რომელზეც გვაქვს უშუალოდ აკაუნტი შექმნილი. მივდიდოთ ეს email-ი, დავაჭიროთ next და ახლა უკვე უნდა შევიდეთ უკვე უშუალოდ ჩვენს Gmail-ზე, რომელიც მივდიდეთ მოცემულ გრაფში. შევიდეთ, როგორც ხედავთ, არის მოსული სტარტ ოფისის შეტყობინება, დავაჭიროთ 30 დღეს და 30 დღის გააქტიურება და დავაჭიროთ submit და ახლა კი next. ახლა მიწვით next და უკვე მოჩა, მეტი არაფერი არ გვინდა, ეს შეგვიძლია start office-ის ერთგვარი ფუნქციებია, შეგვიძლია დავაყენოთ full screen-ი, ასევე მოჩანდის ახლა როგორც მაქვს. რაც შეეხება მის შეცვლას, start screen-ის შეცვლას, შევიდეთ start menu-ში, შემდეგ აქ და როგორც ხედავთ, ამოვაგდოთ თავისი wallpaper-ები. რა თქმა უნდა, ამით ეს არ შემოიფარგლება, ჩვენ შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ავჭოთ select file-დან ავჭოთ ჩვენთვის სასურველი ფოტო, მაგალითად იყოს ეს და დავამატოთ ეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კიდევ desktop wallpaper, რომელიც desktop-ზე გვაქვს უშუალოდ გადავიტანოთ მასაც, ან კიდევ ავშვიოთ მოცემული ფაილიდან ჩვენთვის სასურველი wallpaper. იყოს მაგალითად ეს. დავაჭიროთ ამას და შემდეგ ქვევიდან stitch the background to cover screen. და უკვე
ფაქტიურად დაყენებულია. ახლა გადავიდეთ Windows 8 Setting Start menu-ში და როგორც ხედავთ, Start Screen-ი შეცვლით. იმედია ყველაფერი გაიგეთ. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, შემოდით ჩვენ საიტზე ხოლმე სტომზე და თქვენი სასურველი თხოვნით დაგვიწერეთ თხოვნების გვერდზე. და რაც მთავარია, დაელოდეთ მომავალ ვიდეო გაკვეთილს. ნახვამდის.